მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართული დიასპორების დაახლოებისათვის და მათ ჩასართავად ქვეყნის მნიშვნელოვან სოციალურ პროცესებში ახალი ფონდი დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის შეიქმნა. ფონდის დამფუძნებლები კომპანია თიკა ტურსი და ამსტერდამში მდებარე ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე ვენკო არიან. Მეორე წლის წინ ჩვენმა ცენტრმა პირველად ნიდერლანდების სამეფოში ჩაატარა აფხაზეთის დღეები და ძალიან გრანდიოზული პროექტი იყო. ჩვენი მიზანია სახალხო დიპლომატიით გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს აფხაზეთის პრობლემა. ჩვენ ასევე გვყავს ჩართული ჩვენი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული დიასპორებისა და სათვისტომოების გაერთიანება მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი და მათი ჩართულობით ჩვენი პროექტების განხორციელება. ფონდი გააფორმებს თანამშრომლობის ხელშეკრულებებს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ორგანიზაციებთან და ასევე ხელშეუწყობს ქართული დიასპორებისათვის საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას. უამრავი პატარა იზრდება დღეს თავის სამშობლოდან შორს ემიგრანტების ოჯახებში. ყველამ უნდა იცოდეს, რას წარმოადგენს მისი მშვენიერი ქვეყანა. ასეთი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს, რომლის მარგალიტია, როგორც რეგიონში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, სწავლება არის საგანგებო მნიშვნელობის. რასაკვირველია მნიშვნელობა აქ იმასაც, რასაც აკეთებს ქალბატონი თიკა უცხოელებისთვის გახადოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია საქართველოს თაობაზე, მისი ჭირვარამის თაობაზე, ისტორიისა თუ მომავლის შესახებ. განსაკუთრებით ჩვენ დიასპორას უნდა გქონდეს ინფორმაცია, რაც წარმოადგენს ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა და რა არის პერსპექტივა. ნებისმიერი გაერთიანება საერთო ინტერესის ირგვლივ და მათ შორის, როდესაც ეს შეეხება უმნიშვნელოვანეს ნაწილს ჩვენი სახელმწიფოს, მის განუყოფელ ნაწილს, ჩვენს ემიგრაციას, დიასპორას, არის მნიშვნელოვანი. დაყოფა ქართველებს არ გვაკლია და როდესაც ჩდება ალიანსები, როდესაც ჩდება საერთო ინტერესის გაძლიერებისათვის ასეთი ტიპის ორგანიზაციები, რომელთაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვს წარსულში გამოცდილება და ამისი ჩვენ ბევრი მაგალითები გვაქვს, როგორც სხვათა შორის კერძო ბიზნესში, ისე საქველმოქმედო საქმიანობაში, ქალაქად, სოფლად, ევროპაში და სხვადასხვა. მათ შორის იმ პარტნიორ ორგანიზაციებსაც გულისხმობ, რომელიც ჩამოთვალა დამფუძნებელმა ქალბატონმა თინამ, მე იმედოვნებ, რომ აუცილებლად წარმატებული იქნება ამ ალიანსის საქმიანობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ახალი ორგანიზაციის ფონდის დიასპორების ალიანსის საქართველოსთვის საქმიანობის სულისკვეთებას, რომელიც მიმართულია ქართული დიასპორების გაერთიანებისაკენ, რათა ერთობლივი ძალისხმევით იღვაწონ ქართული ეროვნული და კულტურული თვითყოფადობის შესანარჩუნებლად, საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის საქართველოს აღმშენებლობისა და განვითარებისთვის. დიასპორების ალიანსმა საქართველოსთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ჯემალ გამახარიასთან და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან დავით ფაცაციასთან. როგორც მხარეები აღნიშნავენ, დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის საინტერესო წამოწყებაა და ისინი ერთობლივი ძალებით ეცდებიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ქართული დიასპორების გასაერთიანებლად. ქალბატონი თიკა ნამდვილად დიდი ქართველია, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და იღწვის საქართველოსათვის. ჩვენთვის არის ამ ორგანიზაციასთან კავშირის დამყარება, მასთან თანამშრომლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ ორგანიზაციის მეშვეობით გვინდა ჯერ ერთი ჩვენს თანამემამულეებთან, აფხაზეთიდან დევნილებთან გავიდეთ, დავამყაროთ მჭიდრო კავშირი და ამ ორგანიზაციის მეშვეობით მსოფლიოს კიდევ უფრო ფართოდ და უფრო გასაგებად მივაწოდოთ ნამდვილი ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ. აი ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესი. ჩვენ განსაკუთრებული მადლიერებით უერთდებით ამ პროცესს, უერთდებით ძალიან დიდი ნაბიჯებით, გეგმავთ ევროპაში მრავალ ღონისძიებას, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა სამთავრობო დონეზე და სხვადასხვა საზოგადოებრივ თუ საგანმანათლებლო უწყებებში. დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანება დიასპორების და ქალბატონი თიკა სვანიძე არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მისი როლი არის უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანი. ამ გზაზე მისი მოღვაწეობა და ჩვენი გეგმები არის ძალიან პრინციპული და ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვთქვა ქალბატონ თიკას მიმართ, იმიტომ რომ ეს არ ეხება მარტო დიასპორებს, ეს არ ეხება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, ჩვენი დიასპორების გაძლიერებას, ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობის გახმოვანებას. თიკა სვანიძე-ვენკო მრავალი წელია, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და პოპულარიზაციას უწევს ქართულ ხელოვნებას, კულტურას, ისტორიას. მისი აზრით, ახალი ფონდი მნიშვნელოვანია ქართული საქმის განხორციელებისათვის. გარდა დიასპორების გაერთიანებისა, თიკა სვანიძე-ვენკო აქტიურად არის ჩართული ტურისტულ საქმიანობაში და სურს, რომ წვლილი შეიტანოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლების საქმეში. ახალმა ფონდმა უკვე დაიწყო თავისი საქმიანობა და მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიც დააანონსა.